ერთგულისა, მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა. ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელი სახარება იოანეს თავისაგან თავდება ესეთი სიტყვებით. ხოლოა ჩვენ დამოვალ და ამას ვიტყვი სოფელსა შინა, რაითა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით. სიხარული ჩემი სავსებით. ესე იგი, ეკლესიანება, ეკლესიის მრავალი განმარტება არსებობს და ერთ-ერთი არის ის, რომ ეკლესია არის სიხარულის სავსება. ადამიანის სული მოწოდებულია იმისთვის, რომ ხარობდეს. და ღმერთმა ადამი იცით თქვენ, რომ დაადგინა სამოთხეში და შეუქმნა მას ყველა პირობა იმისთვის, რომ იგი სულით გახარებული ყოფილიყო. შემდგომში მოხდა ის, რაც მოხდა, იცით თქვენ, რომ ცოდვით დაცემას მოყვა ის, რომ ადამმა დაკარგა სამოთხის საშვებელი, დაკარგა ჰარმონია გარე სამყაროსთან და ექსორია იქნა სამოთხიდან და მოაკლდა მას სიხარული. რა თქმა უნდა, ბოლომდე ეს არ ჩაქრება ადამიანში, ნუიყოფინ, იმიტომ რომ ღვთის სული არის ადამიანში, ღმერთმა შთაბერა მას უკვდავი სული და შემდგომში უფალმა იმისთვის, რომ ეს სიხარული სავსებით ყოფილიყო, რომ მოაკლდა ადამი აი ამ სიხარულს, ეს სიხარული რომ სავსებით ყოფილიყო, სავსება ხო იცით რა არის, აი გავსებული რო არის სავსებით რო ყოფილიყო ეს სიხარული, ღმერთმა ქრისტემ დააფუძნა ეკლესია. დააფუძნა ეკლესია და ბოლო ლოცვა მისი მამისადმი აღვლენილი სწორედ იყო ის, რომ მან შეავედრა ეკლესია, შეავედრა მამას, რომ დაცული ყოფილიყო იგი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მორეოდნენ მას. ეს სავსები, ეკლესიის სავსება და ეს სიხარულის სავსება პირველ რიგში არის მართალი მოძღვრება, საყვარელნო და ეს მართალი მოძღვრება მოციქულებმა გაავრცელეს და თავიანთი სისხლით დაბეჭდეს, რომ ეს მოძღვრება არის ჭეშმარიტი. მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც იმ სულმა, დაცემულმა სულმა, რომელმაც იცოდა ადამიანისთვის რა იყო მთავარი სიხარულის სავსებისთვის და ეს სიხარული შეეცადა, რომ ეს სიხარული წაერთმია მისთვის, ამ სულმა, ამ უკეთურმა სულმა ასევე იცის ახალი აღთქმის ადამიანისთვის, ანუ ეკლესიის წევრისთვის რა არის, რა უნდა წაართვას მას, რომ სიხარულის სავსება არ კონდეს მას და ეს არის კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ეს არის მართალი სარწმუნოება. სარწმუნოების ჭეშმარიტება, რომლის 100-ს შესვლაც კი იწვევს იმას, რომ ეკლესიიდან გადის აი ამ 100-ს შემცვლელი, ეს იქნება რომელიმე ერთობა თუ რომელიმე პიროვნება და ამის ცოცხალი მაგალითი გვაქვს ჩვენ. თქვენ უნდა იცოდეთ საყვარელნო, რომ აი როცა კითხულობთ მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა სამყაროელი და შემდგომში მე რო ამბობთ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესია არის ერთი. აი ჩვენ რო ამბობთ მაგალითად, აი დავუშვათ კათოლიკური ეკლესია, ლუთერანული ეკლესია, ბაპტისტური ეკლესია. ეს პირობითად არის ესე, ნათქვამით, რომ ეკლესია არის ერთი. ფორმულირება აი ამ საკითხისა მოციქულს ასე აქვს ნათქვამი, რომ ისინი ჩვენთან იყვნენო, მაგრამ ჩვენგან განვიდნენ მერეო. აი ესეთი არის ფორმულირება. ეკლესია რჩება ერთი, არ არსებობს იქ მეორე ეკლესია ჩამოყალიბდა მესამე. ეს ყველაფერი ტყუილია. ეკლესია არის ერთი და არიან ეკლესიიდან გასულები. ეხლა ჩვენ შორს წაგვიყვანს, რომ განვიხილოთ რომელიმე მიმდინარეობა, მაგრამ ზოგადად გეუბნებით, რომ ეკლესია რჩება ერთი და არიან ეკლესიიდან გასულები. ეკლესიიდან გასული უკვე წასულია, ხო? იქ არ შეიძლება რომ რაიმე ჭეშმარიტება შესრულდეს, იმიტომ რომ გასული ეკლესიის მიღმა არის. და ეს ძალიან კარგად იცოდა კასტამოდმის წერმა და მან რომელმაც ადამი ესეც საშვებელს მოაკლო. თქვენ აი ვერც კი წარმოიდგენთ როგორი სიხარული ქონდა ადამიანს. როგორი ჰარმონია ქონდა ყველაფერთან. აი დააკვირდით, აი სიხარულს რა გვიხშობ ჩვენ? ჰარმონია არ არის. აი მაგალითად ოჯახის წევრებთან, მაგალითად სამსახური გვაქვს იქ რაღაცა საერთო ერთობასთან. ანუ ერთობა არ გვაქვს, ჰარმონია არ გვაქვს. და აი ძალიან კარგად იცოდა მან და
დროთა განმავლობაში ესე რომ თქვა თავისი მსახურების მიერ ესენი არიან ჩამოთვლილი იყო დღევანდელ საკითხებში ნესტორი, არიოზი, ევტიქი ჩამოთვლილი იყო, იმიტომ რომ დღეს 6 მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება არის. და აი ამ თავისი მსახურების მიერ წამოჭრიდა ხოლმე რაღაც ერესებს ეკლესიაში და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეკლესია რჩებოდა, ეკლესია რჩება ერთად, აი პავლე მოციქული დღევანდელ სამოციქულოში ამბობს, იესო ქრისტე გუშინდა დღეს და იგი თავდიარს უკუნისამდე. ეკლესია არ იცვლება ნუ იყოფინ, მაგრამ გადიოდნენ ეკლესიიდან და აი ეს ეკლესიიდან გასულები თავისთან შემოიკრებდნენ ხოლმე ესე რომ თქვა თავის ცრუ მოზღვრების მიმდევრებს და წარმოიშვებოდა ხოლმე ერესები. და ჩვენი დღეს არის როგორც გითხარით 6 მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება და როგორც მოგასცენეთ მოციქულებმა თავიანთი სისხლი დაბეჭდეს რომ ეს არის მართალი სარწმუნოება და სავსება სიხარულისა სხვანაირად ვერ იქნების თუ არა მართალი სარწმუნოება და ამას შეეწირენ ისინი მოციქულები და ასევე შეეწირენ ის წმინდა მამები რომლებმაც უმეტესობამ თავიანთი სიცოცხლის ფასად ესე რომ ვთქვათ ჩვენამდე უმწიკლოდ და შეუგინებელად და შეუცვალებელად მოიტანეს ჩვენამდე მართალი სარწმუნოება, რომელთაც ჩვენ გვინდა რომ დღევანდელ დღეს მადლიერება გამოხადოთ მადამი, მაგრამ ასევე თქვენც უნდა იცოდეთ. თქვენც უნდა იცოდეთ დღევანდელი დროის მორწმუნეებას უნდა იცოდეთ, რომ სარწმუნოება არის ძალა. ჩვენ თუ შევეცდებით სარწმუნოება მტკიცედ გვეპყრას, იმიტომ რომ ბოლო დროის განდგომილება კარსარი მომდგარი და აუცილებლად იქნება ზეწოლა მართლმორწმუნე ადამიანების და არ იყიდეს უკვე და ფაქტი სახეზე არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ სარწმუნოება არის ძალა. რას ნიშნავს რომ სარწმუნოება არის ძალა? შენ რო იდგე ცალ მხარეს და მეორე მხარეს 1000-ეული რო იდგეს, იმის თუ კი შეგეშინდება რომ მე მარტო ვარ და ისინი ბევრი არიან. შეგეშინდეს იმისა რომ სარწმუნოებას რაიმე მწიკვლი არ შეეხოს. და თუ კი შენ მართალი სარწმუნოება გეპყრება, ხო? აი ჩვენ წავიკითხეთ შესაქმის წიგნიდან გუშინ აბრაამმა როგორ გამოიხსნა, როგორ შეებრძოლა 1000-ეულებს და 318 მონით ეს სიმბოლურია 318 აი ამ ციფრით მერყეოდა პირველ მსოფლიო კრებას და ზოგადად კრებაზე აი ამ ციფრით მერყეობდა წმინდა მამების სია და აბრაამმა 318 მონით 1000-ეულს შეებრძოლა და გამოიხსნა თავისი ძმისწული, თავისი ძმისშვილი ლოთი ტყვეობიდან უცხო ტომელებისა. ისი თქვენ ეს ისტორია და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს და ზეწოლა იქნება გლობალური თვალსაზრისითაც და პიროვნულათაც. მაგრამ გლობალური თვალსაზრისით უფრო ძლიერი ზეწოლა იქნება, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ნაწინასწარმეტყველებია რომ ერთი მართველი უნდა მოვიდეს და ის ერთი მართველი ყველანაირად შეესწება რომ შენ იმას არ აინტერესებს შენ მორწმუნე ხარ, ქრისტიანი ხარ, ქართველი ხარ, მართლმადიდებელი ხარ, უნდა შეხვიდე იმ ერთობაში და აი მაშინ უნდა გავიხსენო ჩვენ რომ ის კი არ იქნება ძლიერი. ძლიერი არის სარწმუნოება, სარწმუნოება არის ძალა. ჩვენ თუ მართლმადიდებელ სარწმუნოებას დავიცავთ მის უმწიკლობას, როგორც აბრაამმა 318 კაცით 10,000 და 100,000 შეებრძოლა და გაიმარჯვა და გამოიხსნა ლოთი ტყვეობისაგან, ასევე თუ ჩვენს გვეპყრება მართალი სარწმუნოება, ჩვენს დავამარცხებთ 1000-ეულებს და ბევრეულებს და უფრო მეტსაც. მადლითა და წყალობითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჩვენს დიდება სული წმინდით უკუნითი უკუნისამდე.